კომუნიკაციების კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა კახა ბექაურის უწყება დღეს ტევ1-ის ფორმულასა და მთავარის წინააღმდეგ ოცნების საჩივარს განიხილავს. მოქალაქეებმა კრიტიკულ მედია საშუალებებს აქცია მსვლელობით მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისინი 14 საათისთვის ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ და მარშით კომუნიკაციების კომისიასთან მივიდნენ. ოცნება ტელეკომპანიებს მაუწყებლობის შესახებ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება. ეს შეეხება ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორებიცაა რეჟიმი, არალეგიტიმური ხელისუფლება, კლანი, სასამართლო და სხვა. ივანიშვილის რეჟიმი ებრძვის საკუთარ მოსახლეობას, ივანიშვილის რეჟიმი, მისი სასამართლო უწყებები ებრძვიან გამოხატვის თავისუფლებას, აქტივისტებს, სამოქალაქო სექტორს. იმიტომ რომ მედია აშუქებს რა ხდება ქვეყანაში. ის რომ ასეთი ძალადობა, ასეთი წინააღმდეგობა არის ავტორიტარიზმის მიმართ. ის რაც ხდება სასამართლო პროცესში, რომ არა თქვენ, რომ არა დამოუკიდებელი მედია, ამას ვერ გაიგებთ. ამიტომ ეს არის თავდასხმა როგორც უშუალოდ მედიაზე, ასევე საბოლოო ჯამში არის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. იმიტომ რომ მოსახლეობა ვერ გაიგოს ქვეყანაში რა ხდება, მოსახლეობამ არ იცოდეს რა კანონდარღვევებთან გვაქვს საქმე, ამიტომ სოლიდარობა მედიას. და კიდევ ერთი კომუნიკაციის კომისიის წევრები ნაცნობიერებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, ეს არის დრაკონული კანონი, უკანონო, უსამართლო ბრძანების გაცემის შემთხვევაში, უსამართლო კანონის აღსრულებით გამოიწვევს პირადი პასუხისმგებლობის საკითხი. ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს რეჟიმის შემოტევა თავისუფალ მედიაზე, მას სურს შესცვალოს რეალობა, მას სურს გააქროს თავისუფალი სიტყვა ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ჩვენი ვალია ვიდგეთ იმ ადამიანების გვერდით, ვინც მთელი ამ ბრძოლის დროს იდგა ჩვენს გვერდით, მათ მიიღეს ბევრი დაზიანება, ბევრი შეურაცხყოფა, ჯარიმა, დისკრედიტაცია, ჩხუბი, ძალადობა, ყველაფერი აიტანეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ჩვენ ადამიანები ვიცხედავთ, რომ თავარია მართალი სიტყვა ისმოდეს და ჟღერდეს, რომ რეჟიმმა არ გაიმარჯვოს. გავართ ახლა აქ მედიის გვერდით და მოუწოდებთ მთელ საზოგადოებას, სანამ დროა, მანამდე ამოვიღოთ ხმა, იმიტომ რომ ცოტა ხანში ჩვენ ამ ხმას დავკარგავთ. კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ მომჩივანი ადვოკატი ნათია ბოკუჩავა, რომელსაც სარჩელის წარსადგენად ირაკლი კობახიძის მინდობილობა ჰქონდა. დოკუმენტებში ჩანს, რომ საჩივარი არამხოლოდ სატელევიზიო ეთერით გასულ ფრაზებს, არამედ ამ ტელევიზიების სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებსაც ეხება. კომუნიკაციების კომისიას კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მაუწყებლების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციის გამოყენება შეუძლია. მათ შორისაა გაფრთხილება, დავალება შინაარსის გამოსასწორებლად, ფინანსური ჯარიმა, დროებითი რეგულაცია ან შეზღუდვა და ლიცენზიის ჩამორთმევა. მაუწყებლობის კანონში ცვლილებები, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიების შინაარსში ჩარევის უფლებამოსილება გაუფართოვდა ქართული ოცნების პარლამენტმა. მესამე მოსმენით მხარი 1 აპრილს დაუჭირა.